მოგესალმებით. შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა თანამედროვე ქართული ლიტერატურა. რაზე წერენ საქართველოში და რას კითხულობენ? რა პრობლემები არსებობს? როგორია ლიტერატურული პროცესი ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში? რა დონეზეა კრიტიკა და თარგმანი? შედარება დღევანდელი მდგომარეობის იმასთან, რაც საბჭოთა პერიოდში იყო. სახელმწიფო და ლიტერატურა, მწერლის და მკითხველის ურთიერთობა. შეუძლია თუ არა მწერალს თავისი წიგნებით თავის რჩენა და რა წიგნებს გვთავაზობენ თანამედროვე მწერლები. თავდაპირველად რეპორტაჟი ვნახოთ, სადაც ძირითად პრობლემებს დავსვამთ. შემდეგ კი სტუდიაში ამ პრობლემების განხილვას დავუთმობთ დროს. ჩვენი სტუმრები იქნებიან მწერლები ლაშა ბუღაძე, ნესტან კვინიკაძე, მწერალი კრიტიკოსი ზაზა აბზიანიძე. საქართველოში მკითხველების ნაკლებობას დღეს ისევე უჩივიან, როგორც თუნდაც 30 წლის წინ. რეალურად კი მათი რაოდენობა ფაქტობრივად არ იცვლება. იკლო ტირაჟმა, მაგრამ დღეს წიგნს მხოლოდ თაროზე შემოსადებად ნაკლებად ყიდულობენ. წიგნი ნაწილობრივ ჩაანაცვლა ინტერნეტმა, მედიამ, ზღვა ინფორმაციამ, რომელიც სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მიიღო, მაგრამ ქართველი მწერლები კრიზისის საუბარს მაინც ნაადრევად მიიჩნევენ. რა კრიზისი არსებობს პირიქით? მე პირიქით მეჩვენება, რომ სხვებთან შედარებით ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში, ყველაზე ადეკვატური ასახვა ჩვენი პროცესების მაინც ლიტერატურაში ხდება. კარგად რომ წაიგითხოთ, ახლა პერიოდიკა ბევრი არ გვაქვს ლიტერატურული, მაგრამ რაც გვაქვს, იქაც კი განსაკუთრებით ახალი თაობის ავტორები გამოჩნდნენ, რომლებიც ძალიან კარგად წერენ და ძალიან ადეკვატურად ახდენენ ასახვას იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. რასაუბრობთ? რა კრიზისი? პირიქით. დიდი ნაწილი მკითხველისა მიემართება ზუსტად იმ ნაწარმოებებს, რომელიც კლასიკად ითვლება და ერთი მხრივ შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში და მეორე მხრივ შეტანილია თქვა საუნივერსიტეტო კურიკულუმებში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ არ შევხვდით რამდენიმე ტელესახეს, მე გულისხმობ თანამედროვე ავტორებს, მკითხველი არ ყავს ძალიან ბევრი, მაგრამ ეს არის თუ შეიძლება ასეთი ტერმინის გამოყენება ნამდვილი მკითხველი და არა ვთქვათ ფეხის ხმა საყოვლილი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ჩახედავს ტექსტს და არ წაიკითხავს. საკუთარ სფეროში არსებული პრობლემები ყველაზე კარგად ქართულ მწერლებს და პოეტებს ესმით. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბევრი კარგი ნაწარმოები გვხვდება. არის უხარისხო ტექსტებიც. ეს თავად მწერლების შეფასებაა. ისინი საგანგაშოს იმაში, რომ ზოგჯერ გამომცემლები ცუდ წიგნებს ბეჭდავენ, ვერაფერს ხედავენ. ეს მწერლობის ნაწილია და ლიტერატურის განვითარებისთვის ალბათ საჭიროა კიდეც. ქართულ ლიტერატურაში ხდება ზუსტად ის, რაც ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიტერატურაში ამჯერად. იქნება რაღაც ახალი, ნაწილობრივ შესანიშნავი, ნაწილობრივ არც ისე კარგი, მაგრამ მე ვფიქრობ, თუნდაც ის, რასაც არც ისე კარგს უწოდებთ, სრულიად აუცილებელია იმისთვის, რომ კვლავ მოგვევლინოს ვინმე ვთქვათ ვაჟა-ფშაველას მასშტაბის. პროზაიკოსები, პოეტები თუ დრამატურგები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. პირველ რიგში ეს არის მცირე ბაზარი და აქედან გამომდინარე მცირე ტირაჟები. განსაკუთრებით უჭირს გაყიდვა პოეტურ კრებულებს. ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ბევრისთვის წიგნის შეძენა გართულდა. პაწაწინა ქვეყანა ვართ, პაწაწინა ენა გვაქვს და მკითხველთა რაოდენობა ძალიან მწირი. ალბათ ცოტა უნდა გაიზარდოს ბაზარი, ძალიან მსუხოა მომხმარებლის პოზიციით ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც თუ კი გაიზრდება ბაზარი, მაშინ უკვე შეგვიძლია მსჯელობა იმაზე, რას ქვნით და რას არა. ხოლო როდესაც ასეთი სავალალო მდგომარეობა ტირაჟის და მკითხველის რაოდენობის თვალსაზრისით ვფიქრობ, ისიც დიდი მიღწევა რას დღეს კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი პატარაა, ის იზრდება ჩვენთან, არ მცირდება. რა ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით 10-12 წლის წინ, როდესაც დავიწყეთ გამოცემა წიგნების, მაშინდელი ტირაჟები დღევანდელთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. დღეს ადრე თუ 500 ცალი წიგნის დაბეჭდვა იყო წარმოუდგენელად ბევრი დიდი ტირაჟი და შეიძლება და 2 წელი არ გაყიდულიყო, დღეს ზოგიერთი ქართველი ავტორის წიგნს 5000 ეგზემპლარს ბეჭდავს. პრობლემას წარმოადგენს ასევე ქართული ლიტერატურის კარჩაკეტილობა. თანამედროვე ქართული მწერლობის ნიმუშები ფაქტობრივად არ ითარგმნება უცხო ენაზე, რაც ხელს უშლის მსოფლიო ბაზარზე გასვლას. რეალურად ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია, ვისაც ქართული ნაწარმოების ინგლისურად, რუსულად ან ფრანგულად მაღალ დონეზე გადათარგმნა შეუძლია. ეს ინიციატივები ძალიან წვეთი ოკეანეში ესე ჩანს ხოლმე და არაფერს ასე ვთქვათ წინ ვერ მიყავს საქმე და თუ ეს კიდევ დახმარება იქნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, რომ ამ ხრივ რაღაც ჩაიდოს აღიზარდონ კადრები, რაღაც ან სკოლა შეიქმნას. რაღაცნაირად ამ სივრცის გარღვევა უნდა მოხდეს. მაინც ყველა შემთხვევაში ესე ხდება, რომ ჩვენ ვიხარშებით საკუთარ თავში, რაღაც საკუთარ წვენში, ქართველი ავტორები. რაღაცნაირად მაინც ვერ ხდება ამ სივრცის გარღვევა. არ ვიცი, ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს.
და რო ჩაუღრმავდეთ, ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, თუ რატომ ხდება ეს. ასევე პრობლემას ქმნის კვალიფიციური რედაქტორების სიმცირე და რეგიონებში ლიტერატურული პროცესის ჩავარდნა. ცალკე სასაუბრო თემაა კრიტიკა, რომელიც თავად მწერლების შეფასებით დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. ნაკლებად იწერება კრიტიკული წერილები და რეცენზიები, ეს კი ლიტერატურის განვითარებას აფერხებს. ჯერ კრიტიკოსი რო იყოს, ჯერ რედაქტორი უნდა იყოს მანამდე. და მე მიკვირს, რომ რატო არ აქვს მოთხოვნილება რედაქტორის და პირდაპირ კრიტიკოსის მოთხოვნილება აქვს იმათ, ვისაც უბრალოდ არ გაუვლია მკაცრი ხელი რედაქტორის. მე მახსოვს ცისკარში 3 წელი ვერ ბეჭდავდი ლექსებს. მორის ფოცხიშვილი იყო მაშინ რედაქტორი და ვერ დავბეჭდა სანამ ის რედაქტორი იყო. მე მადლობელი ვარ მის იმიტომ ის ლექსები რომ დამბეჭდა დღეს ალბათ შემწხვებოდა. მე კი რაღაცები შეიძლება კარგია, მაგრამ საერთო ჯამში ის ლექსები არ იყო დასაბეჭდი. ეს მოთხოვნილება არ აქვს და პირდაპირ აქვს კრიტიკის მოთხოვნილება. მაინც ლიტერატურული კრიტიკის რაღაც სისუსტე შედარებით იმასთან, რასაც წერენ უშუალოდ ავტორები, პროზაში იქნება ის თუ პოეზიაში, ლიტერატურული კრიტიკა მაინც ვერ ეწევა ამ პროცესს და ვერ იაზრებს რაღაცეებს. ადრეც მithქვავს, ილია ჭავჭავაძეს აქ 1880-იან წლებში დაწერილი სტატია, რა მიზეზია რომ კრიტიკა არ აგვაქვს. ესეთი რაღაც და ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია. მაშინაც ილია ამბობს, რომ ძალიან კაი მწერლები ყავს, მაგრამ კრიტიკოსები რაღაცნაირად ჩამორჩებიან ამ პროცესს. კრიტიკის მომენტი, რომელიც აუცილებელია და მე ვერ ვხედავ, რომ ძალიან ხშირად გამოჩნდეს კაი კრიტიკული წერილი იმ პროცესებზე, რაც დღეს ქართულ ლიტერატურაში ხდება. სხვა არის რეცენზიების წერა და სხვა არის ნაწარმოების განხილვა წმინდა ლიტერატურულ მეცნიერულ დონეზე. ჩვენთან უფრო არის ხშირ შემთხვევაში გუნდრუკის კმევა, ძალიან ბევრ ტექსტს შეგიძლიათ გადახედოთ და ნახოთ, მე არ ტყუი ამ შემთხვევაში. ზოგადი მდგომარეობის გამოსასწორებლად სხვადასხვა მწერალს სხვადასხვა რეცეპტი აქვს. მათ უმრავლესობას არ სურს, რომ სახელმწიფო პირდაპირ ჩაერიოს მწერლობის დაფინანსებაში და გარკვეული დოტაცია განახორციელოს სფეროში. თუმცა ისურვებდნენ, რომ განხორციელდეს რამდენიმე პროექტი, რომელიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. სახელმწიფოს ესე ხელაღებით ჩარევა არ არის მთლად სასურველი, იმიტომ რომ ამან რაც მოუტანა მანამდე ქართულ მწერლობაში ჩვენ კარგად ვიცით, ყავდნენ ადამიანები, რომლებიც ხელფასებს იღებდნენ იმისთვის, რომ ოდესღაც რაღაც დაწერეს წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს წიგნის ბაზარი, მნიშვნელოვანი ბაზარი აი ამ ქვეყნებში, სადაც ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს დღეს და იმათ ჭირდებათ ეს წიგნი. მე არ ვიცი, ვინმეს არ მოუვიდა თუ მოუვიდა ჭკუაში აი ამ ასეთი ბიზნესის წამოწყება, რომ აქ გამოცემული ქართული წიგნი რაღაც პარტიებით ჩაიტანოს იგუეჭველი ექნება ამას ბაზარი. კულტურის სამინისტრო უკვე ახორციელებს რამდენიმე პროექტს, რომელიც ძირითადად არაკომერციული წიგნების გამოცემას ეხება. ევროკავშირის დახმარებით ხორციელდებოდა პროექტი, რომელიც ბიბლიოთეკების დაფინანსებას და მათ მიერ თანამედროვე ლიტერატურის შეძენას ისახავდა მიზნად. სასურველი იქნება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში საგამომცემლო საქმიანობა პირდაპირ არის თავისუფალ ბაზარზე დამოკიდებული და შექმნილია კონკურენტული გარემო. ერთია ის პრაქტიკა, რაც იქ არის და იყო და აი ველური საბაზრო ეკონომიკები რო გაიარეს, იცით ხა ეს პერიოდები თქვენ ამერიკაში როგორ იყო და სხვა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ რადგან ამის არ გვინდა იგივე გამოცდილების მექანიკურად დანერგვა აქვს. უფრო კულტურულად, უფრო გონივრულად შეიძლება მიდგომა ამაზე ლაპარაკი და ხა ყველა პოეტს სახელმწიფო წიგნს ვერ გამოუცხებს და ყველა პროზაიკოს. ბოლო დროს გაიზარდა ლიტერატურული პრემიების რაოდენობა, იწყება ფორუმები და გამოფენები. 2015 წელი ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე საქართველოს წლად არის გამოცხადებული. მდგომარეობის გამოსწორებაზე გამომცემლები უკვე ხმამაღლას საუბრობენ. ყოველწლიურად, აი უცხოელი გამომცემლებისგან მე უფრო მეტ ინტერესს ვხედავ და ვგრძნობ, იქიდან გამომდინარე, რას ითხოვენ ჩვენგან ხელნაწერებს და რა ავტორებზე აქვთ მოთხოვნა. თანამედროვე ქართული მწერლობის თემატიკა მრავალფეროვანია, ძირითადად კი წერენ იმაზე, რაც ქვეყანამ ბოლო 20 წელიწადში გამოიარა. მე ვთვლი, რომ უნდა ეპოქა აისახოს. ეპოქა უნდა აისახოს. და ეს კარგია, როდესაც აი ამ თემებზე იწერება. არ უნდა დაავიწყოს ჩვენ შემდგომ თაობას, რა მოხდა, რატომ მოხდა და თუ ამას და კარგად შეძლეს ძალიან ბევრმა თანამედროვე მწერალმა ამის ასახვა, ეს კარგია. როდესაც გავეცანი თანამედროვე თქვათ ევროპელი ავტორების ნაწარმოებებს, ქონდა შეხება ამ ბოლო დროს, ვერ გეტყვით, რომ რამენაირად ჩამოუვარდებიან ქართველი ავტორები მათ პირიქით. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ უფრო ხარისხიანი ლიტერატურაც იქმნება. დღეს საქართველოში მწერლობა არც ისე შემოსავლიანი საქმეა.
ხოლო წიგნის წერით თავს თითზე ჩამოსათვლელი ავტორი თუ ირჩენს. შესაბამისად, კოლეგები ერთმანეთს ურჩევენ პარალელურად სხვა საქმიანობითაც დაკავდნენ. კითხველთან დაკავშირებით კი საინტერესო იდეა აქვს საბას ლაურეატ თეონა დოლინჯაშვილს. ეჟენ იონესკოს აქვს ესეთი გამონათქვამი, რომ თანამედროვე ადამიანი იმდენად მატერიალისტური გახდაო, რომ მას საჭიროა კეტი ჩავცხოთო თავშიო და ჩემის აზრით მოდი ეს წიგნი ჩავცხოთ თავში, ანუ კეტს წიგნით შევცვლიდი, იმიტომ ჩემს ბოლო რომანში რომელსაც სწორედ ასე ვიწყებ, მე მინდა რომ ეს თუნდაც შოკური თერაპია იყოს, თუნდაც იყოს ცოტა არ იყოს ძალადობრივი გზა. კარგი გაგებით, ახლა თუ კი დოჩანაშვილი კარცერი ლუქსებს ქმნიდა, მე ცოტა სხვა ტიპის აქტივობებს აი ამ ტიპისას უფრო სწორად დავამატებდი. თავარი პრობლემა მაინც არის მყიდველი და ძალიან სამწუხაროა, რომ სოციალური გარემო არ გვიწყობს ეს, რომ გაცილებით მეტი იყოს მყიდველი. კითხველი უფრო მეტია. ანუ ერთ წიგნს რო ყიდულობს ადამიანი, იმას მინიმუმ 5-4 ადამიანი კითხულობს. მოგესმით რა შემოგვიდა. ეხლა ეს ქვეყნის განვითარებაზე დამოკიდებული და ამას ეხლა მარტო გამომცემელი და მარტო მწერალი ვერ მოაგვარებს, რომ ადამიანს ჰქონდეს ბევრი ფული. თუმცა ახლა რასაკვირველია, მე მირჩევნია, რომ ადამიანმა არჩევანი რაღაცასა და წიგნს შორის გააკეთოს წიგნის სასარგებლოდ, ბუნებრივია მირჩევნია, რომ ბევრი უსაგნო და ფულს რაღაცაში ხარჯავს, ფულს და წიგნებში რო დახარჯოს, მირჩევნია ბუნებრივია, იმიტომ რომ წიგნის ალტერნატივა არ არსებობს, ამაზე მეტად ადამიანის გონებრივი და სუპერ განვითარებას ხელს არაფერი არ უწყობს. ჩვენ ბრუნდებით ეთერში და ახლა წარმოგიდგენთ სტუდიურ ნაწილს ჩვენი გადაცემის და ჩვენ სტუმრებს. ჩვენი სტუმრები არიან მწერალი ლაშა ბუღაძე, მწერალი ნესტან კვინიკაძე და ლიტერატურათმცოდნე მწერალი კრიტიკოსი ზაზა აბზიანიძე. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდი ლაშა, თქვენგან დავიწყებ საუბარს. ჩვენ სიუჟეტში დაისვა გარკვეული პრობლემები და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, ეს იყო კრიტიკის მისამართით, ლიტერატურის კრიტიკის მისამართით. გრძნობთ თუ არა პირადად თქვენ, რომ საქართველოში არსებობს კრიტიკა ლიტერატურის და რა დონეზეა ეს კრიტიკა? დიახ, ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, ვთქვათ, რომ არ არსებობს კრიტიკა, მე ვერ გავიზიარებდი ზოგადად ამ პათოსს, იმიტომ რომ ვინც იცნობს ლიტერატურას და მეტნაკლებად ახლო არის ლიტერატურულ პროცესებთან, მან იცის, რომ არსებობენ ძალიან საინტერესო კრიტიკოსები, იწერება საინტერესო კრიტიკული ტექსტები, არც თუ ისე ხშირად, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა და აუცილებლობა ხშირად არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი ლიტერატურული ჟურნალი არ არის და ამ ჟურნალებში კი არც თუ ისე დიდი ადგილი ეთმობა ხოლმე საერთოდ რეცენზიებს და კრიტიკულ ტექსტებს. თორე თავისთავად კრიტიკოსები როგორ არ არსებობენ? უბრალოდ კრიტიკოსებს არ აქვთ გავლენა ლიტერატურულ პროცესებზე და მკითხველზე, აუდიტორიაზე არ აქვთ გავლენა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი საქართველოში არ ინტერესდება ლიტერატურული პროცესებით, ლიტერატურით და ეს ინტერესი რომ იყოს ძალიან დიდი, შესაბამისად ინტერესი იქნებოდა კრიტიკული სტატიების მიმართაც, იმიტომ რომ ეხლა სხვაგან სადაც ძალიან აქტიურია ლიტერატურული ცხოვრება და სადაც ვთქვათ იგივე ევროპულ ქვეყნებში, ხო, ერთ წელიწადში შეიძლება გამოვიდეს, თუ კი ერთ ჟანრზე ვისაუბრებ, ვთქვათ 200-300 რომანი, ყველაფერს თავი რო დავანებოთ, შენ გჭირდება ადამიანი, რომლის ინტელექტსაც, რომლის ლიტერატურულ ინტუიციასაც ენდობი, რომელიც გამოცდილი ყავს და უბრალოდ გჭირდება იმისათვის, რომ შენ გზა გაგიკვლიოს, როგორმე აი ვეებერთელა ტყეში ლიტერატურულ და აი გირჩიოს, ეს წიგნი წაიკითხე, ამ წიგნს ნუ წაიკითხავ და ასე შემდეგ. თუმცა კრიტიკა მხოლოდ ეს არ არის. კრიტიკას სხვა დიდი მნიშვნელობაც აქვს, ერთი უშუალოდ ავტორებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტულად ავტორებისათვის და მე ვფიქრობ, რომ არიან კრიტიკოსები, რომლებიც ახლა უბრალოდ ენთუზიაზმის ამარა, ისინი რასაკვირველია არ დაწერენ სხვადასხვა, ვთქვათ, ისე რეაგირებას არ მოახდენენ. ამის აუცილებლობა უნდა არსებობდეს და აუცილებლობას უნდა ქმნიდეს უპირველეს ყოვლისა ცხადია აუდიტორია, აქტიური აუდიტორია და მეორე ხუთი ჟურნალ გაზეთები, რომლებიც უკვეთავენ ამათ კრიტიკოსებს. ბატონ ზაზა, თქვენთან მაქვს შეკითხვა, ლაშამ თქვა, რომ კრიტიკას არ აქვს დღეს საქართველოში გავლენა. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მთლიანად ლიტერატურას არ აქვს დღეს საქართველოში არანაირი გავლენა. ეხლა არანაირი გავლენა ისეთი კატეგორიული ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ რო გითხრათ, რომ ის გავლენა აქვს, რომელიც ჰქონდა, ვთქვათ, 20 წლის წინ, დიახ. ალბათ ეს უფრო სწორი იქნება. იცით, საერთოდ ლიტერატურას ჰქონდა ამბიცია და მწერალს ჰქონდა ეს ამბიცია, რომ ყოფილიყო ერის მოძღვარი და მასში
ესე იგი საზოგადო მოღვაწის, განმსჯელის, მენტორის, რა ვიცი, ყველა ეს ფუნქცია ეცით ტრადიციულად მოსგავდა მე-19 საუკუნიდან მინიმუმ. ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ რაც პრესა და წიგნი საყოველთაო ღირებულებად იქცა. მაგრამ როდესაც ესე იგი რაღაცა აირია ცხოვრება, როდესაც თვითონ წერლობა დაიქსაქსა და რაღაც უკვე ერთ საერთო თუ თქვათ იდეალსა თუ ერთ საერთო აზრს აღარ გამოხატავს და მით უმეტეს, როდესაც ისეთი კონკურენტი გაუჩნდა წიგნს, როგორიც არის ტელევიზია, არა უსახო და ისეთი, თქვათ, როგორიც საბჭოთა დროს იყო, როდესაც პრაქტიკულად ნებისმიერი სულიერი, თქვათ, მინიმალური მოთხოვნილების ადამიანსაც კი ალბათ მაინც წიგნი ერჩივნა, რაღაც თუნდაც დეტექტივს წაიკითხავდა და არა ტელევიზორთან დაჯდებოდა. ეხლა მე აქ ტელესტუდიაში არ მინდა ტელევიზიის პრობლემებზე ვილაპარაკო და მით უმეტეს რაღაც ნეგატიურ მხარეებზე უტაქტობა იქნება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, თქვათ, ჩემი პრეტენზიები, ეს უსერიოზულესი კონკურენცია აი ამ აუდიოვიზუალური სამყაროსი და წიგნის არსებობს და როდესაც მე ვხედავ, რომ თქვათ, აი ჩემი უმცროსი მეგობარი ზის და რაღაცა იქ მიჩერებული არის, თქვათ, სადაც ქალაქგარეთ ავართ და მიჩერებული არის მობილური ეკრანი და მეთქი მისმინე რა მესიჯი გამოგიგზავნეს ასეთი, რა ხდება, ნახევარი საათი, ისა ბატონო ზაზა რომანს ვკითხულობ. აი უკვე თავისთავად ეს კითხვაც უკვე კითხვა ჩემი თვალსაზრისით, ეხლა შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ და ჩემში აი რაც გენეტიკური ლიტერატური ლაპარაკობს, მაგრამ ეგეთ მართალი ვარ, აი ჩვენი მაყურებელი განსჯის. აი ამ კითხვამაც აი ეს ესთეტიკური თუ რაღაც ისეთი აი სიღრმისეული თვისება. აი კითხვის შესახებ ბატონზაზა ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ აი მწერლისთვის რა შეიცვალა? თქვენ თქვით რომ რაღაც ცხოვრება აირია, ვთქვათ, რა შედარებას გააკეთებდით? რა იყო მწერლობა თუნდაც საბჭოთა ეპოქაში და რა არის დღეს? მე ახლა მეორე, ვთქვათ, იმ ადრესატამდე მივედი, სწორედ იმიტომ, რომ აი ურჩევნი ადამიანს რაღაცა სულ მცირედი წაიკითხოს, თქვათ, დაიჯესტი წაიკითხოს რომელიღაცა რომანის, ურჩევნია არა რომანი წაიკითხოს, არამედ ეს თქვათ იმისი კინოვერსია ნახოს ამისი და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამ წიგნმა სულ უფრო და უფრო მცირე ნიშას აი ეს მინდა თქვა, აი ჩვენ თქვათ იმაში, აი კულტურის ეკოლოგიაში წიგნს სულ უფრო და უფრო მცირე ნიშა უჭირავს დღეს. ნესტან ეთანხმებით, რომ ვთქვათ ეს გარკვეულ ტექნოლოგიებზეც იყო აქცენტი, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, წიგნის მნიშვნელობას აკნინებს გარკვეულწილად? იცით რა არის, მე იმას თუ ეს პირიქით შეიძლება ხელს უწყობდეს ეს ყველაფერი იმას, რომ ადამიანი უფრო მეტად დაინტერესდეს წიგნით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თანამედროვე ადამიანი შესაბამის სტანდარტებს მოითხოვს, ყველა ვიცით რომ კომფორტზეა ორიენტირებული თანამედროვე ადამიანი და შესაბამისად, ანუ არაფერი უცნაური არა იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის კომფორტს მიმართოს. და თუ კომპიუტერში წაიკითხავ რომას, მე არ მგონია ეს რამით ჩამოუვარდება და შეიძლება გაყიდვებზე ზოგადად აისახა, მაგრამ არ მგონია რომ ესეთი კატასტროფული იყოს შედეგი. მე ერთი რამის დამატება მინდოდა კრიტიკულ წერილებზე. არ გულისხმობ კონკრეტულად კრიტიკულ წერილებს, მაგრამ ვთვლი რომ ის პატარა ტექსტები, რევიუებს, რასაც ვეძახით, არა მხოლოდ ლიტერატურულ ჟურნალებში უნდა იბეჭდებოდეს, იმიტომ რომ ნებისმიერი პროდუქტის პროპაგანდისთვის ზუსტად იმ ფარგლებს უნდა გაცდეს, რომელიც შაბლონურად არსებობს, ხო? ნებისმიერ სხვა სახის ჟურნალს შეუძლია, იმიტომ რომ ისეთივე პროდუქტი არის წიგნი, როგორც ნებისმიერი სხვა რამე და ჩვენ რაზეც აქცენტი გვინდა, მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი ხელშეწყობის პირობა იქნება. უბრალოდ ზუსტად ამ პატარა ტექსტებს ყველაზე ნაკლებად ხვდებით. და ლაშას თქვის არ იყოს, ანუ მაგალითად გამოსულ 10 წიგნს შორის, რომელი ავირჩიო, რომელს მივანიჭო, რომელი უფრო მომეწონება და შესაბამისად რაზე გავაკეთებ არჩევანს, თავისთავად ცხადია, რომ შეუწყობს ხელს.
რა ვიცი და რაც შეეხება ამ თანამედროვე ტენდენციებს ჩვენ ვიცით რომ დღეს უკვე 5 და 6-ნაირი ინტერნეტ ვერსიაც კი არსებობს ხო უკვე კომპიუტერების ფორმატებიდან გამომდინარე სხვანაირი ტექსტები კეთდება ხო იქ რაღაც iPad-ებისთვის სხვანაირი კეთდება ჩვეულებრივი არ ამგონია ხელს უშლის თუ ეს პროცესი მიმდინარეობს და მე ვიცი რომ თქვა ინტერნეტ გაყიდვებით ძალიან მაღალია ხო ნიშნავს რომ იყიდება უბრალოდ შეიძლება აღარ იყიდება ფორმატი მე შეიძლება ახლა სუბიექტური ვიყო მაგრამ Kindle არის ძალიან მოსახერხებელი მე მაქვს და ძალიან ბევრ ამაში მეხმარება წამებში შემიძლია ხელმისაწვდომი გახდეს ჩემთვის ის წიგნები რაც Kindle-ის გარეშე ვთქვათ თვეების განმავლობაში შეიძლება დავნლოდებოდი შეერთებული შტატებიდან ან სხვა ქვეყნიდან იმის გამოგზავნას ხო ლაშა 20 წლის წინ საბჭოთა პერიოდში ვთქვათ ლიტერატურას ჰქონდა თავისი კიდე სერიოზული პრობლემები აი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დღემდე რა არის ის მთავარი პრობლემები რაც ქართულ ლიტერატურას გაუჩნდა ну ეს ძალიან ისეთი რთული შეკითხვა თავისთავად 20 წლის წინ ქვეყანას ჰქონდა პრობლემები და შეიძლება გარკვეულწილად ამ პრობლემებით ისარგებლა თქვა თანამედროვე ლიტერატურა იმ კუთხით რომ ეს დრო აისახა ქართულ ლიტერატურაში თუკი თანამედროვე ლიტერატურას ვიგულისხმებ და რაღაცაერად ეს 90-იანი წლები ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ იმ ტექსტებიდან რომელიც იქმნებოდა საბჭოთა კავშირის დანგრევამდეც პოსტსაბჭოურ პერიოდშიც და რაღაცნაირად აი ამ ადამიანის ყოფა პოსტსაბჭოურ ასე ვთქვათ ხანაში ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცნაირად თვალი გავადევნოთ ლიტერატურიდან გამომდინარე ასე ვთქვათ ტექსტების გამჭოლა აი რა გაიარა რა ნახა რას შეესრო ადამიანი რომელიც შეესრო ამ რაღაცა ვეებერთელად ცვლილებებს ეხლა დღეს უფრო ცხადია ჩვენ ვერ ვიტყვით რომ თქვა 10 და 15 წლის წინ ბევრად უფრო რთული იყო თქვა მწერლისათვის დღეს საქართველოში მწერალი თავის წიგნით ვერ ცხოვრობს ანუ ფინანსურად მას უამრავი რასაკვირველია ცხოვრობენ არიან მწერლები რომლებიც თავისი წიგნებით ცხოვრობენ მაგრამ ისინი ხომ პარალელურად კიდევ ბევრ სხვა საქმესაც აკეთებენ და იქიდან შეიძლება უფრო მეტი შემოსავალი უცხოელ მწერლებზე ნუ ახლა რასაკვირველია დენ ბრაუნი და თქვათ იგივე რომელიმე თქვათ სტიგ ლარსონი ცოცხალი არ არის მაგრამ მას რო ეცოცხლა ნამდვილად მხოლოდ თავისი წიგნებიდან შემოსული აი ჩვენისთანა პატარა ქვეყანა რო ავიღოთ დემოგრაფიულ მნიშვნელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტირაჟზე ხო შეიძლება თავი აი თქვათ ჩვენაირი ქვეყანა თავისი მოსახლეობით იქ მწერალი ცხოვრობს მარტო თავისი წიგნების ხარჯზე არიან მწერლები, რომლებიც ცხოვრობენ თავისი წიგნების ხარჯზე, ვთქვათ, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვაგანაც, სწორედ დემოგრაფია იმდენად დიდ გავლენას არ ახდენს. არა, ეს დიდი ენებია, იმიტომ რომ მაგალითად ჩინეთში პირველადი წიგნის ტირაჟი არის 20,000 მხოლოდ. ეს 2 მილიარდია. მაგრამ თქვათ ლიტვა და ლატვიას თუ ავიღებთ, ხო? იქ ძალიან დიდი ტირაჟებია ამ პოპულაციასთან მიმართებაში. ახლა მე ზუსტად რიცხვებს ვერ მოგახსენებ, მაგრამ ზოგადად სტატისტიკა ვიცი. მაგალითად ჩვენ თუ შევედრებით, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, თქვათ, სომხეთის ან აზერბაიჯანის რეალობას, ჩვენთან წიგნის საქმე უკეთესად არის, მაგრამ ეს ცხადია არ აისახება, ანუ მხოლოდ წიგნების გაყიდვით ქართველი ავტორი ან საქართველოში მცხოვრები და ძალიან საინტერესო საკითხამდე მივედით. არსებობს ქვეყნები ჩვენი მსგავსი, თქვა ტერიტორიულად და მოსახლეობით, სადაც შესაძლებელია მწერალმა იცხოვროს თავისი გაყიდული წიგნების ხარჯზე. ჩვენთან რატო ვერ ხდება ეს? არა, ვერ გეტყვი, არა, ასე არა. მე არ ამგონია რომ აზერბაიჯანშიც ან სომხეთშიც, შეერთებულ რუსეთშიც ეს შესაძლებელია ცხოვრობდეს, იმიტომ რომ იქ უფრო დიდი აუდიტორია. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში ვთქვათ მე ვიცნობ ძალიან ცნობილ აზერბაიჯანელ მწერალს დეტექტივების ავტორს ჩინგიზ აბდულაევს რომელიც ცხოვრობს თავისი წიგნებით მაგრამ მისი წიგნები იყიდება რუსეთში ის არის დეტექტივების ავტორი და რუსულად წერს რუსულენოვანი მწერალია მართალია აზერბაიჯანული წარმოშობის და აზერბაიჯანში ცხოვრობს მე არ მახსენდება სხვაგან ვთქვათ აი ამ ჩვენ ასე ვთქვათ შავი ზღვის პერიოდში არ ვიცი როგორ თქვა ამ შემთხვევაში მე ზუსტ სტატისტიკასაც ვერ მოვიყვან მაგრამ მე არ მახსენდება ასეთი ავტორი ყველა მწერალი უბედესობა ნუ საქართველოზე მოდი ვილაპარაკოთ საქართველოში მეტნაკლებად წარმატებული და პოპულარული მწერლები, ვინ ჩვენ ვიცით, ისინი დაკავებულები არიან სხვა საქმითაც. ხშირ შემთხვევაში ეს უკავშირდება ლიტერატურას, ამ პუბლიცისტიკას, ან მე მაგალითად 9 სამსახურში მაინც მუშაობ, აქედან 3-4 არის ბლოგები და სვეტები. თქვენთვის როგორც მწერლისთვის, კარგია თუ ცუდი? ხელს გიშლით, ხელს გიწყობთ თუ როგორ არის ეს? იცი რა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია ის, რომ მე ასე თუ ისე საქმე მაქვს წერასთან.
ეხლა არათუ მე ძალიან დიდი მწერლებიც კი, მაგალითად მარკესის ცნობილი მაგალითია, ხო, მარტოობის 100 წლის შემდეგ, სანამ ის დაწერდა პატრიარქის შემოდგომა, საკმაოდ დიდი პერიოდი იყო, ასე ვთქვათ, ინტერვალი და ის ოდესაც შეუდგა რომანზე მუშაობას, მიხვდა, რომ თვითონ წერს ამას, რომ აღარ ვარ ფორმაშიო. და მან ის თვითონ დაუკავშირდა ერთ-ერთ ჟურნალს, ელ სპექტატორს, თუ არ ვსწრები, ხარ მახსოვს ზუსტად და თვითონ შეთავაზა, რომ ყოველკვირეული სტატიები, ესეები დაეწერა, რომ რაღაცნაირად ფორმაში ყოფნა, როგორც მუსიკოსი რო გამებს უკრავს, ხო, ასე. ამ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მწერლისთვის, რომ ის არის დაკავებული სხვადასხვა თემებით, ანუ ტექსტთან აქვს საქმე და ის წერს. და ეხლა ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ძალიან პირობითია, ეხლა მე არ ჯერა მითის, რომ წერალი რაღაცა ფლოსტება მოწმული ოთახშია და სიბზნეებს აფრქვევს და აბა ჩუმადილაპა სანთლის შუქზე, ეს იცით არის იმდენად დრო, კონკრეტული დრო, ახლა არ არის აუცილებელი, რომ მაინდამაინც ყველა მოვლენაზე რეაგირებდე, პოლიტიკურ თუ სოციალურ, მაგრამ მე ზედაც გამჭოლია, თვითონ ლიტერატურა, თანამედროვე ლიტერატურა გახდა ძალიან სოციალური. ეს შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს, მაგრამ ფაქტია, ლიტერატურის გამჭოლ და ლიტერატურის მიღმა ჩვენ შეგვიძლია მოვიცნოთ რა ხდება. ნესტანსაც მინდა ვკითხო, იმიტომ რომ ბევრი სამსახურია, გარდა იმისა, რომ არის მწერალი. იგივე რაღაც მინდა კითხო რაც ლაშას, ანუ ეს უფრო ხელის შემწყობია თუ უფრო ხელის შემშლელია თუ რა ხდება თქვენ შემთხვევაში? ეხლა ვგიპასუხებთ, ანუ მე შემიძლიათ მამამდროულად დაგიდასტუროთ ისიც, რომ გამონაკლისი მწერლების გარდა მთელ მსოფლიოშიც კი ყველას აქვს შეთავსებით სხვა სამსახური. ეს არ ვრცელდება მხოლოდ ნობელიანტ მწერლებზეც ცხადია და იმ ულტრა ბესტსელერების ავტორებზე, რომელსაც რა თქმა უნდა ისღადარჩენიათ ფეხი-ფეხზე გადაიდონ. სხვა შემთხვევაში ყველას აქვს შეთავსებით ლექციები იქნება, სცენარები, ტელევიზიებშიც კი მუშაობენ. რაც შეეხება ჩემს სამსახურს, მართლა ესე არის და რეალურად წარმოუდგენელია დღეს მე რომ სადმე განმარტოებულ სიტუაციაში კი არა, აი თუ დაიჯერებთ რეკლამის პერიოდშიც კი წერ, აი ამ წუთასაც, დღესაც რეკლამის შუალედში, 11 წუთიან რეკლამის შუალედში ვწერდი მოთხრობას. იმიტომ რომ უბრალოდ ტემპი ესეთი არსებობს და ინსპირაციისთვის მე არ მჭირდება არანაირად რაღაც რომანტიკა, გამოკეტვა. აი რა სარგებლობა მოაქვს დიდ რეკლამას, მაყურებელს ეს არ მოსწონს, მაგრამ რა თქმა უნდა, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ რეალურად თანამედროვე ადამიანი, რადგანაც ამ დინამიკის გარეშე დღეს მგონია, რომ უბრალოდ ვერ იარსებება და ძალიან უინტერესო იქნება შენი ტექსტი. მე ასე მგონია, იმიტომ რომ მაჯისცემას გებულობ ამ ქუჩაში გასვლით, ტრანსპორტში, იმ სამსახურში, იმიტომ რომ რეალურად ვიცით ყველამ, რომ პერსონაჟებს, რომელსაც დღის მანძილზე ხვდები, აი ესეთ დინამიკაში, რა თქმა უნდა, თუ პრაქტიკული ადამიანი ხარ, აუცილებლად შენ დასასარგებლოდ გამოიყენებ ამას. და რეალურად ეხლა დღეს ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ თანამედროვე მწერლობას აქვს ეს მედიის გავლენა, ენაში ეს იგრძნობა და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. თუმცა კიდევ ერთხელ ვთქვი, ანუ თუ არის ავტორი პრაქტიკული და ჭკვიანი, თავის დასასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, იმიტომ რომ სულ მახსენდება და მაგალითად მომყავს, აი ბოლო დროის გიგანტი კინოშედევრი მახსენდება ალმოდოვარის უკანასკნელი ფილმი და ლარს ფონ ტრიერის უკანასკნელი ფილმი. ორივე ფილმში არის ყველაზე გაცვეთილი აფსას რასაც ვეძახით თემა, ხო? პლასტიკური ქირურგია, გლობალური დათბობა, მაგრამ გააჩნია ეს როგორ კეთდება, იმიტომ რომ დღეს მართლა შეჭამა სათქმელი საინფორმაციო გამოშვებებმა და ყოველთვის ვამბობ იმას, რომ ის რა თემასაც ევროპელი ავტორი სანთლით ეძებს ჩვენთან ყოველ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში. ბატონ ზაზა, აი ახალი თაობის მწერლებს და შედარებით წინა თაობის მწერლებს, რომლებიც ნუ ორივენი არიან თანამედროვე მწერლები, ჩვენ ესე უნდა ვთქვათ, ხო? რა განსხვავებას ხედავთ მათ შორის? რა პრინციპულ განსხვავებებს? იცით რა, პირველ ყოვლისა ალბათ თავისუფალნი არიან უფრო, გაცილებით უფრო. აი შეულებელია, რაც არ უნდა, აი მე თქვათ, ჩემზე და აი ხო არის რაღაც ეგეთ გამოდგა ფსიქოტიპი. აი ამ ფსიქოტიპის ადამიანზე რომ ვილაპარაკო, აი რაც არ უნდა ილუზია მქონდეს, რომ აბსოლუტურად არ დამემჩნია აი საბჭოთა წარსული დავარქვათ. რა თქმა უნდა, მაინც ილუზია იქნება და რა თქმა უნდა, რაღაცა წუთში, როდესაც მაქსიმალურად გულახდილი ვარ ჩემ თავთან, მაშინ გზნობ სწორედ აი ამ რაღაც მოხლუჭებსა თუ ხუნდებს და ისეთი სიყვარულით, ტკბობით და ცოტა შურით უყურებ, რა თქმა უნდა, აი იმ ადამიანს, რომელიც უკვე სხვა დროს არის დაბადებული და აი ეს რაღაც ისეთი, იცით, აი დედის ძესთან ერთად რაღაც ძალიან ისეთი, რასაც აი სერვილიზმი ქვია, რასაც აი ისეთი რაღაც გენებში გამოყოლელი კონფორმიზმი ის არა აქვს. და აქვე დავამატებ. ადჯერ უფრო მწყინს, როდესაც აი ეს უმცროსი თაობის ადამიანი, რომელსაც არაფერი ამდაგვარი აი სოციალური თვალსაზრისით. სხვა სკოლა, სხვა გარემო, აი ნუ სხვა ქვეყანა ბოლოს და ბოლოს.
აი ამ ქვეყანაშია, აი სხვა გარემოშია გაზრდილი და დაბადებული, იჩენს უფრო მეტ კონფორმიზმს. აი უფრო მეტ რაღაც აი სერვილიზმი, რასაც ქვია, რაღაც აი ამ ასე ვთქვათ ეს რაღაც აი რა მიზეზია ეს თქვენი აზრით? რა იცით, აი შემგოებლობა, რაღაც როგორ გითხრათ, იცით ძალიან აი თავის აღქმა არა როგორც რაღაც დამოუკიდებელი და აი რაღაც განუმეორებელი პერსონის, არამედ როგორც აი რაღაც იმ სოციუმის ნაწილის, რომელშიც აი თავი აი საკმარისად არ გონია დამკვიდრებული და ამიტომ თუ რაღაც იმ თავის შებს განაწყენებს, ან რაღაც ისეთ დაწერს, თქვათ, ну თუ თქვათ ჩემ კოლეგებზე, ну რაღაც დღეს ლიტერატურაზე, მოდი ამით რა ვთქვა ლიტერატურულ მაგალითებს მიმართოთ, რაც თქვათ აი მისთვის შეიძლება თქვა ესეთი აი ანგარის გასაწევ ადამიანებს არ მოეწონება და აშკარად გძნობ რომ საერთოდ ტექსტში აი პატარა რემარკა მექნება ეხლა იცით აი ილუზია არის თუ ვინმეს გონია რომ რაღაცას წერს და მისი ყველა თვისება არ არის გამიხონებული ამ ტექსტში და აი ამიტომ პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა იწყულებს თავის თავს და აი ასეთი გზით დამკვიდრება და ასეთი გზით დამკვიდრებული ადამიანები სამწუხაროდ იყვნენ როგორც ჩემ თაობაში და ჩემ და გასაკვირვად არანაკლები არის უმცროს თაობაში. გასაგებია, ლაშა, თუ მიუდგებით როგორც ბიზნეს ლიტერატურას, ხო? რა თემაზე უნდა წეროს დღეს მწერალმა, რომ მისი წიგნები კარგად გაიყიდოს? თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ამ შემთხვევაში, როდესაც მწერალი რაღაცის წერას იწყებს, თუ ფიქრობს, რომ უნდა რომ დიდი ტირაჟით გაიყიდოს, ის აუცილებლად მკითხველის გემოვნებას ითვალისწინებს. რა არის ყველაზე პოპულარული დღეს ქართულ ლიტერატურაში? მე ახლა ცხადია ზუსტ რეცეპტს ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ეხლა საქართველოს მაგალითზე თუ ვისაუბრებ, საქართველოში სამწუხაროდ არ აგვაქვს ჩვენ ჟანრული ლიტერატურა. რომ შესაძლებლობა გქონდეს, ასე ვთქვათ, კითხვა შესაძლებლობა გქონდეს, რომ ჟანრების მიხედვით აარჩიოს თავისთვის საინტერესო ტექსტი და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ, სხვაგან ეს არის, ხო? ეხლა არის ტენდენციები, ვთქვათ, სოფლიოში, ვთქვათ, დასავლეთში, რომელიც მეტნაკლებად აქტუალურია ხოლმე რაღაც პერიოდში, ხო? მე ვთქვათ, დენ ბრაუნი ვახსენე. დენ ბრაუნის ტექსტს და იმ თემატიკას, რომელიც ამ ტექსტიდან გამომდინარე გამოვიდა, დავინჩის კოდს გულისხმობ, ძალიან ბევრი ანალოგი გამოუჩნდა და ბევრი, ასე ვთქვათ, ეპიგონალური ტიპის ტექსტიც გამოიცა, ვთქვათ, რაფაელის კოდი, იმის კოდი, ამის კოდი, აი ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ფსევდო მისტიკური თემები. ვთქვათ, აი ახლა ვახსენე ასევე სტიგლარსონი, ხო, რომელიც ასევე პაპსაა, ასევე მასკულტურული ტიპის ლიტერატურა, რომელიც შეიძლება კითხველისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ პროფესიული კრიტიკისთვის და პრეტენზიული მკითხველისთვის საინტერესო არ იყოს. საქართველოში იყო, ეხლა საქართველოში მაინც სტატისტიკას რო გადავალოთ, თვალით ჩვენ პროფესიული ლიტერატურა, ანუ ისეთი ტიპის ტექსტები, რომელიც მხოლოდ სოციალურად არ არიან საინტერესონი თემისგან გამომდინარე, ის წიგნები მაინც უკეთ იყიდება. თქვა აკა მორჩილაძე, თქვათ იგივე ოთარ ჭილაძის წიგნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა თქვათ იყო თქვათ შემთხვევები, როდესაც თქვათ აი ისეთი კრიმინალური ყაიდის ლიტერატურა, თემატიკაზე დაწერილი ლიტერატურა, თქვათ მანველიძის ციკლი ძალიან კარგად იყიდებოდა, მე მგონი დღესაც იყიდება, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ასე ვთქვათ, მაინც ძალიან დიდი ასე ვთქვათ განსხვავება არ არის, ვთქვათ, აი ისეთი ტიპის ლიტერატურასა, რომელსაც ჩვენ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ პაპსა და ისეთი ტიპის ლიტერატურას შორის, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ, რომ ეს საინტერესოა უკვე სხვა გაგებით, ესთეტიკურ, ასე ვთქვათ, პროფესიული გაგებითაც. ეხლა ვთქვათ იგივე დღეს მაინც საბოლოო ჯამში ჩვენთვის ძალიან რთულია გავალოთ ზღვარი ჟანრობრივი კუთხით, რომელია უფრო პოპულარული, იმიტომ რომ შეიძლება უცბად კარგად გაიყიდოს რომელიმე ისეთი ტიპის წიგნი, რომელიც ძალიან რეალურად არის ინტელექტუალური ხასიათის და რთული არის ამ შემთხვევაში, მოდი და მე საერთოდ ვერ იდები ხოლმე ასეთ ტერმინების მარებას ლიტერატურასთან მიმართებაში, მაგრამ თქვათ, ბევრ წიგნზე უფრო ადვილი წასაკითხა შეიძლება უკეთ გაიყიდოს საქართველოში, და თქვათ, რომელიღაცა წიგნი, რომელიც აშკარად აი ყლირის ეს წიგნი, რომ აი პაპსა ვარ და ასეთი ვარ და ისეთი ვარ, საერთოდ არ გაიყიდოს ეს. გასაგებია. ნესტან, ხშირად ხართ საზღვარგარეთ და ლიტერატურულ პროცესში მონაწილეობთ როგორც აქ, იქაც ადევნებ თვალყურს, ხო? რამდენად ფეხაწყობით მიყვება საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება იმას, რაც ხდება საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში, რამდენად თემატიკაში არის თანხვედრა და ასე შემდეგ.
ყველაზე კარგი მაგალითი ბოლო დროის ჩემთვის იყო ორჰან პამუკის უკანასკნელი რომანი, რომელსაც აქვე ვაღიარებ, რომ წინა რომანები შეიძლება ჯობია, მაგრამ ის რომ თქვათ ბოლო დროს ფორმის ძიებაშია მთელი სამყარო ჩართული და რა როგორი შეიფრთოს ეს ყველაფერი ორიგინალურად, ეს იყო ძალიან კარგი მტკიცებულება, რომ ისევ და ისევ წიგნის სიყვარულზე, საკმაოდ სქელტანიანი, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად გასაგები და აქ ერთად მოიაზრება კომპონენტი. რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან კარგად არის დაწერილი და მე გულწრფელად შემშურდა ორჰან პამუკის მარტო იმიტომ რომ ეს ადამიანი ახერხებს შესანიშნავად მოყვეს თავის ქვეყნის ისტორია, ისე რომ იყოს ყველასთვის გასაგები. რამდენად ახერხებს ქართული ლიტერატურა, ეს ძალიან რთული სათქმელია, რომ უბრალოდ მე არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდები, რაღაც ამ ბოლო დროს ისმის კრიზისზეა საუბარი თითქოს. იმიტომ რომ მგონი არის ჯერ ისეთი ყველაფერს განსაზღვროს მასშტაბი. ჩვენი მასშტაბურობიდან გამომდინარე შეუძლებთ მე მგონი 5 ავტორი მაინც დავასახელოთ და 10 ისეთი, რომელიც აბსოლუტურად ღირსეული წარმომადგენელი არის თანამედროვე ლიტერატურაში, ზუსტად ამ სტანდარტების გათვალისწინებით და შესაბამისად მე მგონია, რომ არ გულისხმობ, რომ მეძე არ უნდა მქონდეს ამბიცია, უბრალოდ აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და რაღაც ეს რადიკალური მოსაზრება ჩემთვის არ არის მისაღები, უბრალოდ მგონია, რომ ასეთი აზრი უჩნდებათ მათ, ვისაც არამც თუ არსებული მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურა აქვს შესწავლილი, უბრალოდ ამის წინ რა იყო ისიც არ იციან, ხა, რა ვიცი, დღესაც რო გადაშალოს. აი, საზღვარგარეთ რა დონეზე იცნობენ ქართულ ლიტერატურას, თუნდაც ლიტერატურას მცოდნეები? იცით რა არის, არმისთვის მე დანამდვილებით სტატისტიკურ პასუხს ვერ მოგცემთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, ანუ რაც ამ ბოლო დროს არის ესე თარგმნილი, თუ ხა თანამედროვეს გულისხმობთ, ხო? ჩვენ როგორც ვთქვით, ყველაზე კარგად დღეს ეს არის ავტორი, რომელსაც იცნობენ საზღვარგარეთ, ეს არის აკა მორჩილაძე და ეს გახლავთ ნინო თარხნიშვილი, რომელსაც განსაკუთრებით გერმანიაში, ანუ გერმანულ ენოვან ნაწილში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში იცნობენ ძალიან კარგად და სხვა შორის აკა მორჩილაძეს, თქვათ, საქართველოდან ასე ყველა კარგად იცნობს, ნინო თარხიშვილი იყო ის შემთხვევა, რომელიც გერმანიაში გახდა ჯერ ცნობილი და შემდეგ უკვე სულ ახლახანს გახდა ცნობილი ქართული, ასე ვთქვათ, ანუ აბსოლუტურად შესანიშნავი გაყიდვები აქვს და ერთ-ერთი ძალიან ისეთი საპატიო ადგილი უჭირავს თანამედროვე ლიტერატურაში და ასევე დრამატურგიაში, იმიტომ რომ მისი სპექტაკლები ასე ანშლაგით მიმდინარეობს. ბატონ ზაზა, ანუ ძალაუნებურად გადავდივართ ამ საკითხზე, გვინდა თუ არა უნდა შევეხოთ მაინც თარგმანის პრობლემას. რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა? რა ითარგმნება ქართულ ენაზე ეს ერთი საკითხი და რას თარგმნიან ქართულიდან სხვა ენებზე? მე მგონი ამ შემთხვევაში ზუსტი ადრესატია, რადგანაც ხელმძღვანელობს სამ საგამომცემლო პროგრამას. 100 წიგნი, რომელთაც შეცვალეს 100 წიგნი ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო. მეორე არის ქართული სიტყვიერება და მესამე დიდი ქართველები. ესე იგი, აქედან ერთი, აი პირველი, რომელიც დაგისახელეთ, აი ეს 100 წიგნი, არის უმეტესად რამდენიმე ტომიანი მხოლოდ ქართველი ავტორის, მაგრამ უმეტესად რა თქმა უნდა არის თარგმნილი უცხოელი ავტორებისა და უნდა გითხრათ, რომ თვისობრივად გაიზარდა და შეიცვალა ქართული მთარგმნელობითი სკოლა. ერთ დროს ძალზედ აი ესეთი სავალალო მდგომარეობაში ყოფი ქართული თარგმნელობითი სკოლა, რადგან ძალიან ბევრი იყო რაღაც ესე ნაცნობობით, ისე საზღვათაშორისოდ გაკეთებული ნაუცფათევად, აი დღეს გვახარებს ამ ნიმუშებით და მაგრამ ამ ყველაფერსაც ბატონ ზაზა ჭირდება კრიტიკა. აი ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ აი კრიტიკა არ არის ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რითი არის მკითხველი დაცული, რომ მაგალითად შეიძლება არ მიეწოდება ვთქვათ ისეთი ხარისხის თარგმანი, როგორცაც ის იმსახურებს. რაღაც მყისიერი კრიტიკა არის, იცით, აი მე მაგალითად არ დამაუწყდება მალხას ხარბედიას, ეხლა უმბერტო ეკოს რომანი რომ ითარგმნა ეს ვარდის სახელი პრინციპში არის ძალიან კარგი თარგმანი ნამდვილად და ეკაც ხადაძის არ დამავიწყეს აღნიშნო და რაღაცა მეორე დღესვე იყო მე მგონი აი თავისუფლებას უსმენ დრო და დრო გამოხმაურება იცით რაღაცა ზუსტი მინიშნებებით ზუსტი შეფასებით ისე და ეხლა გარდა მაგისა მე თვალს ვადენებ რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებით თუ როგორი არის თქვათ აი
რეაქცია მკითხველის კრიტიკის ჩვენ წიგნებზე, ესე იგი მაჰათმა განდი იქნება ეს ჩერჩილი ფრანკოს ბიოგრაფია, რომელიც თამას ნატროშვილმა თარგმნა ძალიან საინტერესოდ და შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ ისეთი, იცით, აი მე არ ვიტყვი რომ ჩასაფრებული, მაგრამ ძალიან ისეთი კრიტიკული თვალი აი თითოეულ თარგმანს ახლავს და ვერ გეტყვით რომ შეუფასებელი, რომელიმე თარგმანი შეუფასებელი დარჩა. გასაგებია ბატონ ზაზალაშა, ყველა ქვეყანაში ასეა რომ არასდროს მაინც და მაინც მთლიანად გამიჯნული სახელმწიფო და წერალი ერთმანეთისგან არ არის. მათ ყოველთვის უწევთ ურთიერთობა. როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა და როგორი უნდა იყოს საქართველოში ეს ურთიერთობა დღევანდელი ყველანაირი სიტუაციიდან გამომდინარე მწერალს სჭირდება მაინც და მაინც სახელმწიფოს დახმარება და ისე რომ სახელმწიფომ უკან შემდეგ აღარ მოსთხოვოს რაღაც დივიდენდების. არა, ნუ არსებობს გამოცდილებები, ვთქვათ, მწერლობისა და სახელმწიფოს ურთიერთობის. ის გამოცდილება, რომელიც არსებობდა, ვთქვათ, საბჭოურ პერიოდში და სტალინისა და მწერლობის ურთიერთობა, ეს არის ერთი მოდელი, რომელიც ცხადია ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. არსებობს ასე ვთქვათ ტოტალიტარული რეჟიმების ურთიერთობა და არსებობს მაგალითები სახელმწიფოსა და ლიტერატურის ურთიერთობისა, რომელიც ვფიქრობ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ანუ უშუალოდ მწერლებს კი არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო მაშინ, როდესაც სჭირდება ამ მწერლების ადვოკატურა, ვთქვათ, იგივე საბჭოურ გამოცდილებაზე თუ ვისაუბრებთ. არამედ უბრალოდ უნდა არსებობდეს სახელმწიფომ უნდა შექმნას მექანიზმები იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს, ვთქვათ, თარგმნელობით პროცესებს, ვთქვათ, სხვადასხვა ლიტერატურულ, ასე ვთქვათ, აქტივობებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თარგმანზე ვლაპარაკობთ. ეს სახელმწიფოს ფულთან პირდაპირ შეხება ერთ-ერთზე არ უნდა ხო, ნუ ახლა შეიძლება არსებობდეს, ვთქვათ, კულტურის პროგრამაში არსებობდეს, ვთქვათ, რაღაცა საგრანტო სისტემა, სადაც შესაძლოა რომ კონკურსის სახით მწერლები თავისი პროექტებით იყვნენ წარმოდგენილები და ეს პროექტები შეიძლება რაღაც კონკრეტულმა კომისიამ, რომელიც ასევე, რომელსაც ენდობა, ვთქვათ, კულტურის სამინისტრო ან სახელმწიფო, შეიძლება გამოარჩიოს რომელიმე გამარჯვებული. ახლა ესეთი არსებობს უამრავ ქვეყანაში, ვთქვათ, შტატები, ვთქვათ, იგივე ნენემი საუბრა ორხან პამუკზე, ორხან პამუკი ის თარგმნა დაიწყო სწორედ იმ პროგრამის ხელშეწყობით, რომელიც თურქეთში არსებობდა. ეს იყო თარგმნელობითი პროგრამა. სწორედ საქართველოშიც არის კულტურის სამინისტროში ეს თარგმნელობითი პროგრამა, აგერ ორი სიტყვით ისაუბრა ნესტანმაც ამის შესახებ და ნუ ამის შედეგები, ეს ძალიან მინიმალურია ეს შედეგები, უკვე გამოჩნდა, ვთქვათ, ზაზა ბურჭულაძის რამდენიმე წიგნი თარგმნა, თუ არ ვთქვი, თამთა მელაშვილის ძალიან საინტერესო თანამედროვე მწერალია, იმის რომანი ითარგმნება, ვთქვათ, იგივე თეონა დოლენჯაშვილის წიგნი გამოდის იტალიაში და სხვა პროექტებიც. ანუ ეს რა არის? სახელმწიფო შენ გეუბნება, შენ ასე ვთქვათ, სახელმწიფო უკავშირდება კულტურის აი ეს დეპარტამენტი, ვთქვათ, ახმიანებს, რომ მას აქვს პროგრამა, საკუთარი ლიტერატურის პროპაგანდირების პროგრამა, სადაც ის დებს ფულს, შეიძლება ეს ფული ჩაიდოს თარგმანში ან სხვა რაღაცაში და უცხოურ გამომცემლობებს შემოაქვთ სურვილს გამოთქვამენ, რომ თქვათ მე მაინტერესებს ესა და ეს ტექსტი. ამ ტექსტებს ეცნობიან საიტებზე, ფრაგმენტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ კიდე ერთი თემა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკის და მწერლის ურთიერთობა, პოლიტიკის და მწერლის და სახელმწიფოს ურთიერთობა. ხო, ადრე მე ვიცი, თქვათ, საბჭოთა ეპოქაში იყო რამდენიმე მწერალი, რომელიც ცდილობდა, რომ მაქსიმალურად, თქვათ, საჯარო არ ყოფილიყო და თავისთვის ემუშავა, ხო? და ნუ პოლიტიკაში და ამბობდა, რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ აი დღეს ჩვენს თანამედროვეობაში პოლიტიკის და მწერლის დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს ერთმანეთისგან? ეს არის ძალიან დიდი თემა, ეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. არსებობს გამოცდილება, ვიმეორებ, ვთქვათ, სტალინისა და მწერლების ურთიერთობა, სადაც ალექსეი ტოლსტოი იქნებოდა, ეს გორკი იქნებოდა თუ სხვადასხვა, ისინი პირდაპირ გამტარები იყვნენ სტალინური იდეოლოგიისა და პირველები ეგენი შეეწირნენ სწორედ, მაგრამ არსებობს თქვათ ჰაროლდ პინტერის გამოცდილება, თქვათ მისი პოლიტიკური აქტიურობა, ან არტურ მილერისა, რომელიც საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტი იყო, ან თქვენ იგივე სალმან რაჟდი, რომელიც დღეს არის ამერიკის პენ-კლუბის პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია და პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თქვათ ჰაროლდ პინტერის ბოლო თქვენ სანობელე ლექცია, შეგახსენებთ, ეს არის ერაყის წინააღმდეგ მიმართ სანობელე ლექცია და ნუ ბუშს აკრიტიკებს და არ მახსოვს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი. მაგრამ არსებობს აი ეს გამოცდილება, რომელიც კვაზი გამოცდილებაა, საბჭოური გამოცდილება, როდესაც იცნობ შენ ცეკას მდივანს, წერალი ხარ, ის შენთან ნაგარაკზე ჩამოდის და არის ეს რაღაცა გაუგებარი ურთიერთობა არანორმალური. შეიძლება ხა პირადად ემეგობრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თუ კი უსამართლოდ შენ ასე ვთქვათ, ხო, ასე ვთქვათ, გარკვეული პრივილეგიები გაქვს და სხვა მწერალი შენ გვერდზე იჩაგრება, იმიტომ რომ ის არ იცნობს კარგად ცეკას მდივანს და ცეკას დივანის ცოლს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს უკვე მახინჯი გამოცდილება. ეხლა ეს გამოცდილება ცხადია, რომ წარსულში უნდა იყოს.
მაგრამ ის რაღაცა ელემენტები, რომელიც დღეს გაჩნდა, თქვა, აი პროგრამაზე ვსაუბრობ, რომელიც კულტურის სამინისტროში შედგა პრეზენტაცია და მე პირადად ისე როგორც ჩემი ყველა კოლეგა დიდი იმედით შეყურებს, იმიტომ რომ როგორც წესი თარგმანის შესრულება ჯდება ძალიან ძვირი, თან ხარისხიანი თარგმანის. შენ აი შეკითხვა დასვე, ხო, როგორ უნდა გავარჩიოთ ხარისხიანი თარგმანი უხარისხოსგან. და ამისათვის საჭიროა დიდი თანხები, ამისათვის საჭიროა რომ ქართულ ენაზე ლაპარაკობს საუკეთესო შემთხვევაში უნდა წაიკითხოს ქართულად 4 მილიონმა, ის 4 მილიონიც არ კითხულობს. ამიტომ ქართული ენის თარგმანს სჭირდება ძალიან დიდი პროცესი. ორი ავტორი, იქაურენოვანი ავტორი, ასე ვთქვათ, თარგმნელი, ქართველი, ასე ვთქვათ, რედაქტორი და ასე შემდეგ. ეს არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. ეს არის კულტურის პოლიტიკის და სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი. და თუ კი სახელმწიფო დებს თავის კულტურაში ფულს, ოღონდ ჭკვიანურად დებს. ისე კი არა რაღაცა კონცერტს აფინანსებს ერთჯერად რაღაც დეგენერატულ კონცერტს ან რაღაცა სუროგატულ რაღაცა ფსევდო რაღაცა პატრიოტულ რაღაცას, არამედ მართლა კულტურაში დებს ფულს, ეს კულტურა შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი, ყველაზე კარგად შეიძლება საქართველოს თავი მოიწონოს ყოველგვარი პათეტიკის გარეშე თავისი კულტურით. და აი ამას სჭირდება, ამის მეთოდები და გამოცდილებები არსებობს, უნდა და არსებობდეს ნება ამის გაკეთების. და მით უმეტეს როდესაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ 2015 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს ხوار წარმოდგება მარტო 5 ცალი წიგნი და დანარჩენი ალბომებით და იქაც უხეშულებს ხوار ჩაიყვანს საცეკვაოდ და ემეებს. ხო, წიგნი უნდა კონდეს. და წიგნები არის, იწერება საქართველოში ბევრი წიგნი, ბევრი ავტორია, რომელიც შეიძლება რომ მართლაც საინტერესო იყოს და მართლა ნენეს თქმის არ იყოს, შეიძლება არ შეგწყვება იმისა, რომ რაღაცა არის სულად არაადეკვატური და ამოვარდილი. ლიტერატურა იმ შემთხვევაში საინტერესოა, როდესაც არაადეკვატურია, როდესაც ძალიან ეგზოტიკურია. და სულაც არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც შენ ტყუპის სალივით დაემსგავსო მაგალითად ფინურ თანამედროვე ლიტერატურას. სწორედ იმიტომ არის საინტერესო ქართული ლიტერატურა, რომ ქართული ლიტერატურა და აი ასეთი. ნესტან ლაშა მახსენა აქ საუბრის დროს ნაცნობობა და ასე შემდეგ, რაც იყო ვთქვათ საბჭოთა პერიოდში თუ ცეკას დივანს კარგად იცნობდი, მაშინ შეიძლება მე მინახავ წიგნები, ხო, 80,000-იანი ტირაჟი და არ ვიცი ვინ კითხულობდა იმ 80,000-იანი ტირაჟით იყიდებოდა თუ როგორ იყო. ხო, მეც უეჭვის სად გაქრა ეს 80,000 კაცი 1 იანვარს 1991 წლის, თუ მაინტერესებს. სადაა ეს ხალხი? და ანუ შესაბამისად დასკვნა რომ შეიძლება სილამაზის როგორც ამდენს კითხულობდა, იმდენ კითხულობს დღეს. ალბათ აი ბატონი ზაზა უფრო ხო, ამაზე ვკითხავ ბატონ ზაზას. მე მინდა ეს შეკითხვა დავსვა ნესტანთან, რასაც ახლა დავსვამ, იმიტომ რომ ველაპარაკე თქვა ამ გადაცემის მომზადებამდე ახალგაზრდა მწერლებს და ზოგიერთმა გულისწყრო მithქვა, რომ აი თუ კი ნაცნობი არ აყავს გამომცემელთან, თუ კი ჟურნალის რედაქტორთან და ასე შემდეგ, შეიძლება უბრალოდ დაიკარგო. არის ეს ნამდვილად ასე რამდენ ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი, რამდენად შეძლებს თავისით გზის გაკვალვას დღეს საქართველოში? მე მგონი სწორედ დღეს არ უნდა იყოს ეგ პრობლემა, თუ ვინმე სადმე მე მგულისხმობდა, ხო? არა, ეს თქვენ გისვამთ უბრალოდ შეკითხვას და სხვებისასაც მოვისმენთ. მე ვამბობ, რაც მითხრეს თქვა ახალგაზრდა. მინდა თქვა ერთი რამ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ გამომცემლობის საქმე არ შემთხვევა, ვთქვა, ჯერ კიდევ ძალიან მოუქნელი არის ჩვენთან ყოველთვის ჩემთვის ისეთი დისკომფორტი იყო გამომცემლობებთან თანამშრომლობა, რომ ორი გამოცემის შემდეგ აღარ მითანამშრომლია საკუთარი ვაწარმოო, რომელიც ასევე დავხურე, იმიტომ რომ არც ეს შემიძლია, გამოსავალი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თავარი არის ადრესატი, ანუ დღეს იმხელა სივრცე არის ბოლოს და ბოლოს Facebook-ზე რო დადონ საინტერესო ტექსტები, ამასაც გამოუჩნდება. მე ასე მგონი, არ ვჩება ვწდებოდი, მაგრამ ამასაც გამოუჩნდება, ასე ვთქვათ, ბჭყალებში პატრონი, იმიტომ რომ დღეს ნამდვილად არ არის მანძილებში დისტანცია და დროში, რომ ეს სირთულე იყოს, ეს უბრალოდ ამას რო დავეთანხმები. ნაცნობობას რაც შეეხება, აქაც ანალოგიური ის არის თავის დროზე ყველა ერთმანეთი გავიცანით რაღაც მიმდინარე პროცესში, არავის რაღაცა გენეტიკურად არ ქონია ეს რაღაც გამომცემლობების და ის ხო ყველამ ვიცით ჩვენი ახლო წარსული და ხშირად თუ გადავავლებთ ხოლმე თვალს კიდევ უფრო კარგი იქნება ზოგადი პერსპექტივისთვის და სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე კი არა და ურთიერთობაზე იყო საუბარი ზუსტად ის რალშემრაც თქვა ანუ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე როდესაც უნდა წარსდგეს საქართველოს არის საუბარი ამაზე 2015 წელს როგორც მასპინძელი ქვეყანა სტუმარ მასპინძელი ქვეყანა რა თქმა უნდა ეს გულისხმობს გლობალურ და ტოტალურ მუშაობას თარგმანებზე და ზუსტად წელს გახდით იქ და აი ეს რაღაც საწყისი სტარტი უკვე აღებული არის და
მე ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს აქ რაღაც ინდივიდები კი არ აინტერესებს და ვიღაცას კარგად ვიცნობ და ამიტომ წამოდი შენ წაგიყვანო ფრანკფურტში. არ არის ეს რეალურად ასე, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს არის კულტურის სამინისტროს აქვს ეს კონკრეტული ინტერესი და ძალიან შესანიშნავი ამბიციაც კი, შეგვიძლია ასე უწოდოთ, რომ საქართველოს შესაბამისად იყოს წარმოდგენილი იმ პლატფორმაზე, რომელიც არის ისეთი უკიდეგანო, რომ მთელი ალბათ არ ვიცი რა, ნახევარი, მთლიანი საბურთალო რო აიღოთ, ეს არის წიგნების მაღაზია და ყრია უამრავი წიგნი ერთმანეთზე და ძალიან რთული არის იქ რომ ვიღაცამ ყურადღება მოგაქციოს და შესაბამისად ეს არის აბსოლუტურად დასამუშავებელი და ამას სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვერ გააკეთებს ვერცერთი ავტორი და სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს იმას რომ ახ ვიღაცამ მერე მოგიბრუნდეს მაგალითად და ეს რატო დაწერე ან ეს დაწერეო გითხას მე რაღაცა ესეთი ილუზიებით არ ვაშებ. ბატონ ზაზა მოდით შევეხოთ ისევ იმ საკითხს რომელზეც გაკვირით თქვა ლაშამ რომ აი საწავიდა ის 80,000 ადამიანი ესეთი მაღალი ტირაჟით მართლა იბეჭდებოდა ხო საბჭოთა დროს წიგნები და ჩვენ თქვით რომ არ ვიცი კითხულობდა თუ არა იმას საერთოდ ვინმე იმ წიგნებს თქვა თუნდაც 10,000 ხო და რამდენი კითხულობს დღეს რამდენი კითხულობდა მაშინ ეს თვალშისაცემია დღეს ეს განსხვავება თუ პირიქით არის ახლა უფრო მეტი კითხულობს ვიდრე მაშინ იცით რა არის ერთი დიდი მინუსი აქვს ჩვენ ცხოვრებას ლიტერატურულ ცხოვრებას გულისხმობ რომ აი ლიტერატურის სოციოლოგია როგორც ասეთი არ არსებობს და ეს გაყიდული წიგნების მიხედვით არ შეგვიძლია იანგარიშო იცით გაყიდული ამ შემთხვევაში ხა როგორც გამომცემელი გეტყვით რომ ერთი წიგნი რომელიც აი ყველაზე დიდი რა თქვა რაღაცა მღელვარებითა თუ რაღაც სისათუთით ვამზადებდით ამას გიგი ხორნაულის ვაჟა-ფშაველა აი ამ სერიაში 100 ადამიანი რომელთაც შეცვალეს მსოფლიო და ბევრი იყო სამუშაო მათ შორის სარედაქტორო მაგრამ მართლა ძალიან კარგი ბიოგრაფია გამოვიდა ვაჟასი ცოცხლად დაწერილი რაღაც ისეთი დრამატული და აი მიმაჩნია რომ აი ქართული მკითხველი საზოგადოებისათვის აი სილის გაწნასავით აღვიქვამ რომ ყველაზე ნაკლებ გაიყიდა ეს წიგნი რაღაც არ ვიცი რა არის სნობიზმი არის რაღაცა საკუთარის არ დანახვა და არ დაფასება აი ესე იგი აი მაჰათმა განდის არც ერთი ეგზემპლარი არ არის ჩერჩილის ორტომეოლე ბიოგრაფიის პრაქტიკულად არ არის ნუ რა ვიცი კოკო შანელი ჩარლი ჩაპლინი და ესე იგი ესეთი შედარებით აი რა და აი რო შევადაროთ ჩემი შეკითხვა მდგომარეობდა ბატონო შევადაროთ თქვა მაშინ უფრო მეტი ხილობა აი ის ერთი აი როგორც ვთქვა საციები ნუ როგორც ამბობენ მეცნიერები 2% არის თქვა აი კაცობრიობის რა აი მე მგონია აი ეს 2% ნამდვილი მკითხველი როგორიც იყო ისეთივეა დღეს გასაგები ისე მე მინახავს არაერთ ოჯახში საერთოდ ადრე გამოშვებული წიგნები გადაშლილიც რო არ არის ისეთი და მაკრატლით რო უნდა გაჭრა ზოგიერთი ფურცელი მაგრამ ეს კიდე სხვა საკითხია მე დასასრულისკენ მინდა ჩვენი საუბარი წავიყვანო მაგრამ მინდა ერთ საკითხს შევეხო აუცილებლად ეს კვლავ თქვა ახალგაზრდა მწერლებს და პოეტებს ეხებათ აი რა ფენომენია ის რომ თქვა დღეს როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამს პოეტი თუ მწერალი ცდილობს მიბაძოს გალაქტიონს ან სხვებს აი ამ შემთხვევაში არ ვიცი კრიტიკა აქვს აუცილებელი საერთოდ ვინ უნდა მიანიშნოს რომ ეს არ გააკეთოს არა შეიძლება ცხადია გააკეთოს ვახო იმიტომ რომ გავლენას მაგრამ შენ შემთხვევაში ლაშა დამეთანხმები ალბათ სასაცილო ცხადია სასაცილოა ცხადია უმეტესად ეხა თუ კი ადამიანი გარკვეულწილად არ შეეცდება რომ შეეცადოს მაინც რაღაცა საკუთარი ენის პოვნას და თუ კი ის მართლაც რჩება ეპიგონად და თან კარიკატურად თან პათეტიკა რომელიც დღეს აბსოლუტურად მიუღებელია ხო მკითხველისთვის ხო ცხადია არსებობს ამის მართლა მაგალითები არსებობს ოდესაც ახალგაზრდა ძირითადად პოეტებზე მაქვს ხოლმე მე პირადად შთაბეჭდება რამდენიმე საღამოს დავესწარი სადაც მართლაც ძირითადად როგორც ჩანს არსებობს გარკვეულწილად აი ამ ავტორებში სტანდარტები რომ აი ლექსი უნდა იყოს ასეთი როგორც ვთქვათ აი მე შემხოდრია ერთხელ ჟიურის წევრი ვიყავი ერთ-ერთი თემების სადაც პროზაული ტექსტები შემოდიოდა ყველა იწყებდა ბუნების აღწერით მოთხრობას და მე რომ ვკითხე რომ რატო როგორ აბა როგორ დაიწყო ჩვენ ხომ აღწერო ბუნება და მე მოყვე ამბა აი რაღაცა სტანდარტები არსებობს ეს ცხადია უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ინტელექტუალური თვალსაწიერის ასე ვთქვათ სივიწროვეს მოდი პირდაპირ ვთქვათ ხო ანუ როდესაც შენ ფიქრობ რომ ლიტერატურა არის ესეთი ან ასეთი მხოლოდ ვთქვათ გენიალური მაგრამ მხოლოდ გალაქტიონის
ტიპის ლექსები უნდა დაიწეროს თუ კი პოეტი ხარ და ნუ ვერც წერ ცხადიებ რომ გალაქტიონი ერთი იყო და ეს შეიძლება საუკეთესო შემთხვევაში გამოგვივიდეს ძალიან ცუდი კარიკატურა თქვათ არსებობს ხო ისეთი ტიპის ნახატები რომელთაც როგორც წესი ცოტა ისეთი ფილისტერული ვნებებით შეპყრობილი ადამიანები ყიდულობენ ხოლმე თქვათ აი რაღაცა კვაზი რომანტიული თქვათ პეიზაჟები რომელიც აი სუროგატულია თქვათ რაღაცა მთვარე და აი ასეთი ტიპის ეხლა ამას სერიოზულად მე მგონი არავინ არ აღიქვავს დღეს საქართველოში და მით უმეტეს ოდესაც მართლაც მე შემილია ალბათ ნენეს და ბატონის აზას დამეთანხმებიან ჩამოთვალოთ რამდენიმე ესეთი პოეტი რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყოს მაგრამ მართლა ძალიან მაგარი პოეტები და აი რატომ არ არიან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ნუ ფართო საზოგადოებისთვის ისეთი ლექსები როგორცაც აღწერდი თქვა და მოთხრობები ბუნების აღწერით რომ იწყება მათი ავტორები ხშირ შემთხვევაში არიან უფრო პოპულარულები უფრო პოპულარულები არიან შეფიქრო არა არიან მე ვიცი თქვა აი ზუსტად ხა რაც თქვი ну გამიგონია წამიკითხავს გავსინა შეიძლება იმიტომაც რომ ეს სტანდარტები არსებობს პოეზიის აი აუდიტორიაში სადაც ასეთი ტიპის ლექსები პოპულარულია და ну ადამიანს გონია რომ მარტო ასეთი შეიძლება იყოს პოეზია და რაღაც სხვაგან არ ეძებს უფრო რთულია შეიძლება მისთვის სხვანაირი პოეზია თქვა ისეთი პოეზია რომელიც რაღაცა რიხიანია უფრო სადღეგრძელოსებრია და სადაც არის რაღაცა გამოკვეთილი თემები რომ პოეტი აუცილებლად ღვინოში უნდა მოკვდეს და რაღაც ან დუქანში და თან ხალი უნდა უყარდეს რომელსაც არ უყარს აი ეს რაღაცა ხუთი თემა აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს თან ცოტა ისე უნდა იკითხებოდეს რომ ძალიანაც სიტყვები არ გესმოდეს აი რაღაცა როგორც არის ამის შინაგანი მოთხოვნილება გარკვეულ წრეში ну ხა ჩვენთვის არ არის ალბათ ხო და მე შემიძლია გამოვიყვანო ეს შანსი და ურჩიო თქვა ისეთი ტიპის შესაძლებლობები სადაც შეიძლება რომ მართლა შევამოწმოთ აი როგორი შეიძლება იყოს სხვანაირი პოეზიაც და როგორი შეიძლება იყოს მართლა დახვეწილი ლიტერატურა იმიტომ რომ რეალურად აქ ხო პრობლემა ასეთი ტიპის პოეზიაში არის ქართულის არცოდრის, იმიტომ რომ ესეთი არც თუ იმენად ქართულზე არ ვიცი რაღაც აბსტრაქციას ვაკრიტიკებ მაგრამ ყოველში არის მარტო უამრავი პოეტი რომელიც წესით უფრო პოპულარული უნდა იყოს საქართველოში. კარგი, ნესტან იქნება ამ სტანდარტებს სწორედ ისაჩენს რომ არ არის საკმარისად ზუსტად ეს თარგმანები, ანუ არ იცნობს სხვა ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებას და პროცესს ეს ახალგაზრდა ადამიანი. სხვა ქვეყნის ლიტერატურულ პროცესამდე საკუთარს არ იცნობს, ეხლა ჩვენ ხო ყველა ვიცით, რომ რაღაც სახელები და გვარებიც რაღაც აი როგორ თქვა, რაღაც სკოლაში, ანუ 12-10 წლის მანძილზე გაგონილი ათეულები არსებობს, ხო? აბა ამის მიღმა უკვე გააჩერეთ ნებისმიერი ადამიანი და ვიდ უფრო იცის რა ქვია, აბა რა დემნა შენგელაია იგივე სიტყვაზე რა ვიცი ვიდრე შედარებით ნიკო სამადაშვილი თუნდაც რომელსაც აქვს შესანიშნავი ლექსები ხო მაგრამ საერთოდ არ იცი ძალიან ბევრი უამრავი მაგალითი მინდა მოვყვე ეს იქნება ჩემი პასუხი ამაზე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ლიტერატურის მუზეუმში სადაც მსახიობი მერაბ ნინიძე კითხულობდა პაულო იაშვილის ლექსებს და ესეებს მასზე დაწერილ ესეებს პატარაა დარბაზი მაგრამ მე მახსოვს და ჩემი სტუდენტობის დროს ჩვენი სამეგობრო წეს არ დაგვიტოვებია არც ერთი მოვლენა რაც ხდებოდა ქალაქში და დამერწმუნეთ რომ ახლა უფრო ბევრი ხდება ვიდრე მაშინ არც ერთი გამოფენა საღამო არც ერთი სტუდენტი არ ესწრებოდა და საათ ნახევარში სულ ცოტა იმდენ კურდღელს დაიჭერდა ერთად სტუდენტი ხა ვერ ხვდები რატო არ უნდა ესწრებოდეს მეორე კურსელი სტუდენტი და ზუსტად აი ასე დროს მიდიხარ იმიტომ რომ იქ ეპოქა არის შენი ქვეყნის ყველაზე რა ვიცი მე ყველაზე გლამურულ პერიოდს ვეძახი ამ პერიოდს იშლებოდა შენ თვალწილად ლექციასავით იყო და მასტერკლასი იყო მსახიობები მაინც ხონდა ანუ ინტერესი არის და ხა ზედაპირულად მოწოდებული გავიგეთ ყველაფერი ჩემი საყვარელი პოეტიც არის გალაქტიონი მაგრამ გალაქტიონის პარალელურად არსებობს კიდე რაღაცები და ეს უნდა იცოდე და აქედან გამომდინარე სანამ წავალთ სხვა ქვეყნის როგორ ვთქვა სტანდარტებზე ჯერ აღმოაჩინე იმას რომ ჩვენ შეიძლება გალაქტიონი ვიღაცისთვის საერთოდ არ იყოს საყვარელი პოეტი და ამაზეც არ უნდა იყოს პრობლემა მე მგონი მაგრამ ესეც ხო მეორეს პრობლემა რომ უნდა იყოს ყველა შემთხვევაში გალაქტიონი ნენა და არ შეიძლება ექსეც რაღაც წარმოვიდგინოთ რომ ადამიანს მსახიობის წაკითხული ლექსები არ მოწოდეს საერთოდ. არა, ბატონო, აი ეს უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე იმ გაგებით, რომ გულისხმობ იმას, რომ ინტერესი უნდა არსებობდეს, თორე შეიძლება მერაბ ნინიძე არ უყვარდა ვიღაცა საერთოდ და ნინიძეს კი არ გულისხმობ კონკრეტულად. აი საზოგადოებას ეს ფენომენი. ლექსი არ უყვარდა, იქ კითხულობდნენ შესანიშნავ ჩიქოვანის და კლდიაშვილის ესეებს, პავლო იაშვილზე არა მხოლოდ პერიოდზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი უბრალოდ მე ასე სუბიექტური აზრი მაქვს, მე უბრალოდ გული მწყდება, რომ მათ გამოტოვეს შანსი და ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ რეალურად სამწუხაროდ ასეა. ეს აისახება ყველაფერზე, არ გაყიდვები, წიგნები, სხვა რა არის. ბატონ ზაზა.
თქვენც ამ საკითხზე ახალგაზრდებთან დაკავშირებით და თქვათ ამ პათეტიკურ ტექსტებზე და ამ შემდეგ თუ გსურთ აზრის გამოთქმა და შემდეგ უნდა დავასრულოთ კი ბატონო. აი სხვა ჩემი ყოფილი სტუდენტია თეატრალურ ინსტიტუტში. კი ბატონო. და იცით აქ ძალიან სუბიექტური ვარ. გუწფელად გეტყვით რომ ჩემთვის მსახიობის წაკითხული ლექსი დიახ. არასოდეს არ არის ადეკვატური ტექსტისა. და თუ კი წაკითხული ლექსი აი მომწონებია გალაქტიონის ავტორის მიერ ეს სულ არ ნიშნავს რომ საერთოდ არ უნდა წაიკითხოს ლექსი ადამიანმა, მაგრამ ალბათ რაღაც არ ვიცი, აი რაღაც ტრადიცია ჩვენთან დანერგილი, ცოტა მე უფრო პათეტიკური კითხვის თუ რაღაც ისეთი აქცენტების რაც აი ამ ჩვენ თქვათ სკოლას ახასიათებს, თქვათ აი ამ თქვათ იმისი რიტორიკულს, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ეს პრეტენზია ну ეხ პირველად ვახმიანებ და არ ვიცი შეიძლება ესეც არ არის დიდად სასიამოვნო მოსასვენი, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა. და ამიტომაც ბევრი რამ აი ისეთ საღამოებში, რომელიც იმართებოდა თქვათ აი რაღაც სახმუზეუმებში, ლიტერატურულ მუზეუმში და შემდეგ ძალიან მაგონებდა აი წინათ იყო პიონერთა სასახლეში რაღაც ესეთი წრე სადაც კითხულობდნენ და აი ამ პიონერთა სასახლის ინერცია, აი ეს პათოსი, აი ეს რაღაცა ყალბი ინტონაციები, აი რაღაცეთ აი მომკალი, მაგრამ ვერ მოცილდა ჩვენ თეატრს, ვერ მოცილდა ჩვენ დეკლამაციას და ვერ მოცილდა სხვა შორის ეხლა მე მგონი ლაშა და ნენე დამეთაქმებიან და რაც ვთავარია ვერ მოცილდა თავად პოეზიას ერთ ნაწილს პოეტებისას, რომლებიც წერენ არა იმიტომ რომ კაცმა იკითხოს, არამედ იმიტომ რომ ვიღაცამ წარმოსდგას, ეხლა ლაშა ლაპარაკობდა ამ სუფრის პათოსზე და დეკლამაციაზე და მოდით რა ერთ რაღაცაზე შევთავაზეთ რომ ყველას გვიყვარს ეს სამშობლო და აი ამდენი მტკიცება ერთმანეთსათვის, რომ ასე ძლიერად გვიყვარს, რომ პირდაპირ აი მზადავართ უკანასკნელი სისხლის წვეთამდე თქვათ თავი შევწიროთ. იცით რა არის ეს უნდა იგრძნობოდეს რაღაცა სხვაში, ცხოვრების ნირში, ბიოგრაფიაში და არა წამდაუწმამის მკეცებაში, რაც უკვე სულად აუტანელი გახდა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ლაშა ბუღაძე, ნესტან კვინიკაძე და ზაზა აბზიანიძე. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.